დილამშვიდობის ანი. დილამშვიდობის. დილამშვიდობისა მაკო კოტე ჩვენთან ძალიან თბილი და გემრიელი დილა გათენდა თუ რატომ არის გემრიელი ამას სულ მალე გაიგებთ აქ ატყდება ერთი ამბავი გვექნება ჩურჩხელები უგემრიელესი მე მგონია რომ ძალიან გემრიელი გამავა ჩემი გაკეთებული ჩურჩხელა იმე GDS დილის ახალი სეზონის დაწყება მინდა მივულოცო როგორც მაყურებლებს ასევე GDS-ის მთელ კოლექტივს გილოცავთ მე დარწმუნებული ვარ რომ GDS დილის მეც და კოტეს ვულოცავ განსაკუთრებით. დიდი მადლობა. დარწმუნებული ვარ რომ ახალი სეზონი ბევრად უფრო საინტერესო და ხალისიანი იქნება და რვის ნახევრიდან ყოველ დღე ჩვენი მაყურებელი დაგველოდება ტელეეკრანებთან. ჩემთან ერთად არის ბატონი ავთო, სასტუმრო ჩემი სახლის მენეჯერი, ეს არის სასტუმრო რომელიც ახლა გმასპინძლობს ჩვენ და აქ არის ატმოსფერო რომელიც გიქმნის ნამდვილად საკუთარი სახლის განწყობას ადამიანები ცდილობენ რომ ისე გვაგრძნობინონ თავი როგორც საკუთარ სახლში და მე ახლა თბილისიდან დაახლოებით 100 ხო 100 კილომეტრი მარშორებს დაახლოებით ჩვენ ვართ თელავში ვეცდებით რომ დაგანახოთ ეს კახური სიყვარული რომელიც ჩვენ აქ უკვე ვიგრძენით და ვეცდები რომ თქვენც იგრძნოთ იგივე მოდით დავიწყოთ მაშინ შეგვიძლია რომ დავიწყოთ ჩურჩხელების ამოვლება ვისაუბროთ გვიან შემოდგომაზე რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პერიოდი წელიწადის. რა თქმა უნდა, კახელებისთვის შემოდგომა აღიქმება როგორც სადღესასწაულო პერიოდად. ეს არის ჭირნახულის დაბინავების და ერთ-ერთი ჩვენ დღეს აქ როგორც ანიმგითხრათ, მოვამზადებთ კახელების სტრატეგიულ პროდუქტს, ჩურჩხელას. სტრატეგიულს რატომ ეს ალბათ ყველასთვის ცნობილია, რომ ჩურჩხელა არა მარტო პირის ჩასაკოკლოზინებლად გამოიყენებოდა ეს ამას თავის დროზე. რა თქმა უნდა, თავის დროზე ჩურჩხელას იყენებდნენ მებრძოლები, თან მიქონდათ, რადგან ძალიან იცით რომ კახური ჩურჩხელა არის ძალიან პროდუქტიული, შეიცავს ნიგოს, ნოყიერი და ასე შემდეგ. ეხლა ჯობია რომ ამავდროულად ალბათ კალორიulis და გოგონებს ურჩევ რომ ძალიან ბევრი არ ჭამონ, იმიტომ რომ შეიძლება მოიმატონ. მოდი დაგვეხმარებიან მე მგონი ჩვენ ადამიანები, მეც ვეცდები რომ პირველად ცხოვრებაში შეგიძლიათ მოხვიდეთ და ცადოთ ჩურჩხელის ამავლება მე ვუყურე როგორ კეთდება ეს შეგიძლიათ დაიწყოთ ვუყურებდი როგორ კეთდება საკმაოდ რთული პროცესია მაგრამ მომიყვნენ გოგონებმა რომ ადრე ბევრად უფრო რთულად აკეთებდნენ ამ ყველაფერს იქნება ეხაც მომიყვეთ ეთერშიც როგორც ეთერს გარეთ ვისაუბრეთ მოდი ეხლა ერთს მევცდი ადრე როგორ კეთდება და ეხლა როგორ აკეთებთ თათარას და მე მაინტერესებს კიდე რა განსხვავება თათარას და ფელამუს შორის კი არა და კიდე რა შეავლებთ ხოლმე თათარას უფრო კახელები ვეძახით და ფელამუშს მე მგონი დასავლეთ საქართველოში ერთი და იგივეა. არანაირი განსხვავება არ არის გაკეთების პროცესიც ერთი და იგივე და როგორ კეთდება, როგორ უნდა მივიღოთ ესეთი სისქე, ესეთი მასა ყურძნის წვენისგან. დაახლოებით 10 ლიტრ ტკბილში იხსნება 4 ლიტრიანი ბანკა ფქვილი, პურის ფქვილი. აჰა. უფრო უკეთესია როცა დუღს თათარა ბადაგი ქვაბში და ცალკე ვხსნით ამას პურის ფქვილს და მე მცხელში უკიდებთ. ურევთ რომ არ იმასქნას, არ მიიწვას. მოდით ახლა მე ვეცდები რომ დაგეხმაროთ კი არა და თქვენ დამეხმარეთ მე და ვეცდები რომ პირველად ცხოვრებაში ამოვავლო ჩურჩხელა თან ჩავიფიქრებ აუცილებლად. ჩავიფიქრე. უბრალოდ ჩავდო, ხო? კი, აი ეს. რაღაცა მე მგონი არ გამომდის მე. ხა მე ამოვიღებ ჯერ არა რამდენი აი დაახლოებით რამდენი ხანი უნდა გქონდეს ახლა შემილია რომ ამოვიღო აი ნახე მე მგონი გამომივიდა ძალიან დიდი ხო არ მოგინდა მაგოჭა მე ძალიან მიყვარს განსაკუთრებით ახალ ამოვლებული ჩურჩხელა პირველი ჩურჩხელა არის ანისი ეს მე მგონი ხო როგორც ვიცი კი როგორც თქვა და როგორ უნდა მივხვდეთ ჩურჩხელა კაია თუ არა ეხლა ჩემი ჩურჩხელა კაი გამოვიდა არაცა გასინჯავენ. ნუ მოგერიდებათ, კახური პირდაპირობით მითხარით. არა, ჩემი აზრით ვიზუალურად პატარად გამოიყურება. როგორ მაგარი სტრატეგოსები ყოფილან კახელები? და ფქვილი მოშუშული. ჩურჩხელა არის კახულის სტრატეგია. ანუ მთავარი არის რომ ფქვილი იყოს კარგი მოშუშული, ძალიან კარგი. ესეც ჩვენი მეოთხე ჩურჩხელა. მე მგონი გემოსთან ერთად ვიზუალიც აუცილებელია ჩურჩხელისთვის, იმისთვის რომ მოგინდეს ჭამა და ეს ჩურჩხელები ნამდვილად გამოიყურებიან ისე რომ მოუნდება ადამიანს ჭამა. ბატონო ავთო, ვისაუბროთ
გვიან შემოდგომაზე კიდევ რა ხდება? აი, რითი არის გამორჩეული ეს პერიოდი კახეთისთვის? რაღაცა განსაკუთრებული პერიოდია, მდიდარი. ერთი რამე მინდა დავამატო, რომ ნებისმიერ ჩვენ სტუმარს იგივე პროცედურის ჩატარება შეუძლია ჩვენს სასტუმროში, იგივე სიამოვნების, ნამდვილად ალბათ სიამოვნებაა. კახეთი ეხლა კახეთში შემოდგომა, როგორც თქვი, აღიქმება ასეთ დღესასწაულად, უფრო მეტი დღესასწაულები კახეთში არის შემოდგომით. ასე ვთქვათ, ხდება ჭირნახულის დაბინავება, მე ამ სიტყვაზეც მინდა რომ გავამახვილო ყურადღება. ალბათ ქართულშია მარტო ეს სიტყვა ჭირნახული, რომელიც ჩვენში დღესდღეობით აღიქმება როგორც ბარაქის რაღაც პროდუქტის სახით, მაგრამ თუ სიტყვას დავაკვირდებით, ეს ყველაფერი, ამ ყველაფერს ჩვენამდე მოსულს დაწყებულს გაზაფხულზე, შემდეგ ჩვენამდე მოსულს გარკვეული ჭირი ქონდა ხოლმე გამოვლილი. ეს ჩვენი ისტორიული რეალობაა, ამიტომ რომ უხდებოდა ზუსტად ასეთი ჭირის გადატანა იმისათვის ქართველ გლეხს, კახელს, რომ თავისი სარჩო პროდუქტი შემოდგომისთვის დაეგროვებინა და მიეტანა თავის სახლში. თითქმის თუ დავაკვირდებით კახეთში ყველაფერი ატარებს ასეთ სახეს, იგივე ქვევრი. ჩვენ ნუ არც ეხლა სადაც არის უგემრიელესი კახური ღვინო, რომელიც ჩვენ დავაგემოვნეთ. და ნებისმიერ ჩვენ სტუმარს შეუძლია იგივე გაიმეოროს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ქვევრსაც აქვს იგივე აი ჭირთან და ომიანობასთან დაკავშირებული სახე, იმიტომ რომ იმალებოდა მიწაში, ძალიან ბევრი ალბათ იცით რომ არის ტყეებში აღმოჩენილი, ამიტომ რომ ზუსტად კახელ გლეხს უხდებოდა ამ ჭირის გადატანა, ამ თავისი პროდუქტის ომთან ერთად შეხამება, მოპოვება და ჩემი აზრით ზუსტადაც ამიტომ დღემდე მოაღწია ამ ტრადიციამ და ისევ არის ქვევრები. ჩვენ ამ თემაზე ისევ ვისაუბრებთ, ბატონო ავთო, გვექნება მეორე ჩართვა. მეორე ჩართვაში მე ჩურჩხალა უკვე ამოვალე და ვეცდები რომ პირველად ცხოვრებაში თონეში ჩავაკრა პური, ასე რომ გემშვიდობებით, დროებით ესეთი გემრიელი ჩართვით ისევ დაგიბრუნდებით ძალიან მალე. გემშვიდობებით, ძალიან არ გვინდა, მაგრამ კახეთიდან თბილისში უნდა დავბრუნდეთ ისევ.